რა აჩვენა ამ 100 დღემ, როგორ გაიარა პროტესტმა და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს უწყვეტი პროტესტი? არის თუ არა ის საკმარისი, რასაც ჩვენ ვხედავთ ქუჩებში? პროტესტმა აჩვენა ის, რომ იმის იმედი, რაც ფაქტიურად ქართულ ოცნებას ჰქონდა, რომ პროტესტი ვერ გასტანდა ახალ წლამდე, მერე პროტესტი ვერ გასტანდა 20 იანვრამდე ტრამპის ინაუგურაციამდე, შემდეგ პროტესტი ვერ გასტანდა 18 თებერვალამდე და ასე შემდეგ, ფაქტიურად პროტესტი გრძელდება, პროტესტს აქვს უწყვეტი სახე. რუსთაველი გადაკეტილია ყოველ საღამოს და ეს ხალხი და ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. რას აჩვენებს? ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენ კარგად ვართ ჩამოყალიბებული იმაში, რა გვინდა და კარგად ვიცით და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ შეუძლებელია 100 დღე იდგე ქუჩაში, მით უმეტეს გაუძლო იმ ამინდებს, იმ გარემოებებს, რაც ზოგადად არსებობდა. დარბევებზე და იმაზე აღარ გვაქვს უკვე ლაპარაკი. პროცესშიც ცდილობდა რეჟიმი დისონანსის შეტანას, იქნებიანები გამოჩნდნენ კონკრეტულ დღეებში, ცდილობდნენ დაშლას იმის ვთქვათ დემონსტრირებას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ყოველ დღე გზა გადაკეთო და ასე შემდეგ. ხო, ნუ აი 2 დღის წინ მაგალითად ქალებს დაესხნენ თავს, რომლებიც უფასო ყავით უმასპინძლებიან დემონსტრანტებს, ვიღაცებს სახლებთან ხვდებიან, ვიღაცებთან უბრალოდ ჩაივლიან, ჩამოივლიან, რომ ესე თავის შეახსენონ ნიღბიანებმა, ვიღაც რა თქმა უნდა პოლიცია თითქმის ყოველ დღე იქ არის და არის ხოლმე დღეები, როცა ჭიდაობა გვიწევს გადაკეტვაზე, მაგრამ მე ყველაზე მთავარი მაინც მგონია ის, რომ ეს დაშინებაც აღარ მუშაობს, იმიტომ რომ მაგალითად წინა რუსული კანონის დროს თუ ხალხს გაზის ბალონების და წყლის ჭაურის მანქანების ეშინოდა, ეს შიში რაღაცნაირად გაგვიქარწყლდა შემდეგ დარბევებზე, იმიტომ რომ მივხვდით როგორ შეიძლება ამის განეიტრალება, მივხვდით წყლის ჭაურის მანქანებზე როგორ შეიძლება თავის არიდება, თუნდაც ვისწავლეთ უბრალოდ ამ ყველას, აი ამ ძალადობასთან ბრძოლა და ამ ძალადობასთან გამკლავება. იგივე მოხდა მერე იყო რაღაც რეპრესიების ახალი მანქანა, რომელიც იყო ტიტუშკები და არ იცოდნენ სად და გვხვდებოდა და რაღაცა შიში უნდათ რომ ამით დაეტესტა და ესეც გადავაგორეთ და მივხვდით რომ არც ეს არ არის საშიში და პირიქით თუ დაგერგო ორმა გოგომ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია იმ ტიტუშკას ვინც დაახვედრეს, ხო? თუმცა ვიცით რომ თავდამსხმელები 3000 ლარიანი გირავთ გამოვიდა. დიახ, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ მუშაობს ჩვენ ქვეყანაში სასამართლო და სხვადასხვა ინსტიტუციები, რომ აბსოლუტურად ჩამოშლილია ყველანაირი სახელმწიფოებრივი სისტემა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ესეთი ორმაგი სტანდარტები ქონდეს ჯერ პოლიციას და შემდეგ უკვე სასამართლოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაიწყო პოლიციით, იმიტომ რომ გოგოებს არ წუნებდნენ, რომ ვინაიდან წინააღმდება გაუწიეთ, თქვენგანაც იყო ძალადობა და ჯერ საერთოდ საჩივრის გამოტანას თხოვდნენ და საჩივრის გამოტანა რო არ მოხდა, მერე უკვე დაიწყო იმაზე ლაპარაკი და ფაქტიურად გაგრძელდა იმით, რომ გამოუშვეს გირაოს ანაცვლოდ მაშინ, როცა 150 ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო ხალხს წლობით ციხე ემუქრება და ხალხში გულისხმობ აგერ 2004 და 2005 წელს დაბადებულ ბავშვებს ფაქტიურად, რომლებიც არაფრით არ არიან დამნაშავეები და სისტემა ფაქტიურად წირავს, რომ გახდნენ დამნაშავეები, იმიტომ რომ არ არის ამ სისტემაში 7 და 10 წლით რომ მოხვდება ადამიანი, ფაქტიურად განწირული ხარ იმისთვის, რომ შემდეგ ნორმალური ცხოვრებით ვეღარ იცხოვრა, როცა გარეთ გამოდიხარ და ეს არის ზუსტად ფაქტიურად ის, როგორ არ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს და როგორ მართლა ბოლო რესურსს წურავს, რომ საკუთარი ძალაუფლება რაღაცნაირად შეინარჩუნოს და ის გამები, რომლებზეც ხედან. მარიამ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ რაღაცნაირად პროტესტი უფრო მასშტაბური თუ არა, უფრო მძლავრი გახდეს, უფრო ხმამაღალი გახდეს? ფიქრობ თუ არა, რომ პროცესში მნიშვნელოვანია რაღაც ტიპის ცვლილებების შეტანა, რომ რაღაცნაირად მოქალაქეებიც აკვდნენ, ხო? გაზაფხულის დადგა და მოქალაქეები გადალახეს ეს ბარიერი, ვისაც თქვათ ვერ გამოდიოდა ზამთრის დღეებში, სუსხიან დღეებში გარეთ, ახლა შესაძლოა გარეთ გამოვიდეს და ეს არ იყოს რაღაცნაირად წინაღობა მათთვის. იცი რა არის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით იმის გათვალისწინება, რომ მიუხედავად დაშინებისა, მიუხედავად 5000 ლარი ჯარიმა რუსთაველის გადაკეტვაზე ამ წუთას. დიახ. 5000 ლარი არის ფაქტიურად 5 ჯერ იმაზე მეტი, ვიდრე საშუალო ყოველთვიური შემოსავალი საშუალო სტატისტიკური ქართველი ადამიანისთვის. შესაბამისად, ის რისკი, რაზეც ადამიანი ყოველდღიურად მიდის, ჩემი აზრით არის საკმაოდ კარგი ინდიკატორი იმის, რომ
ხალხი არსებობს და გუშინაც ვლაპარაკობდით, რომ რაღაცა წინ ფრონტზე თუ მაგალითად 5000 კაცი დგას, 5000 კაცი კიდევ მინიმუმ 5 ადამიანი პიროვნულად ვიღაცებს უკან გვიდგას, ხა? მე არ მგონია რომ შიშის მანქანა მუშაობს, უბრალოდ რაღაცნაირად დამღლელია. უნდა ვაღიაროთ და უნდა ჩავხედოთ ყველაფერს თვალებში, რომ 100 დღე ქუჩაში დგომა მარტივი არ არის. კი, აი კონკრეტულმა ადამიანებმა უკვე ქვეყანაც დატოვეს. ეს შიშიც რა თქმა უნდა მოქმედებს, იმიტომ რომ ყოველ საღამოს როცა რუსთაველიას სახლში ბრუნდები და სადარბაზოში რომ შედიხარ და გაქვს შიშის განცდა რომ შეიძლება ვიღაც დაგხვდეს, ხა ყველა ადამიანის მესმის, სანდროსიც ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ მე და სანდრო ძალიან ხშირად ერთად ვდგარვართ აქციებზე, მე ვიცი სანდროს რაც აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული და ძალიან კარგად მესმის, რატო იყო სანდრო საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის შესაბამისად. კი არსებობენ ადამიანები, ვისაც ბევრად უფრო მეტი რისკი აქვთ აქ დარჩენის და აქ ცხოვრების და მე არ მგონია რომ ეხა ადამიანების განწირვით ჩვენ რაღაცას მივაღწევთ. პირიქით, ჩვენ მხარეს რაღაცა ოქროს რესურსს ვეძახი და ყველა ეს ადამიანი არ არის მნიშვნელოვანი ის სახლშია თუ ყველაზე მთავარი არის ის რომ ეს ხალხი, ვინც შეიძლება რუსთაველზე ამ წუთას აღარ გამოდის, იმას კი არ ნიშნავს რომ პროტესტის განცდა დაკარგეს. იმას კი არ ნიშნავს რომ სამართლობის გრძნობა აღარ აქვთ. ეს ნიშნავს იმას რომ უბრალოდ ადამიანები ვართ და ადამიანური ფაქტორი მუშაობს. იმის რომ უბრალოდ ამოსუნთქვა გვჭირდება. შესაბამისად ეს ხალხი ამოისთქობს გაზაფხული მოდის და გაზაფხულის მნიშვნელობა ჩემი აზრით არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ძალიან სიმბოლურია ხოლმე და ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია, როგორც აქტივიზმში, როგორც პროტესტებში და ზოგადად ცხოვრებაშიც და მე მგონია რომ საერთაშორისო სიტუაციამ ძალიან ესეთი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველა ელოდება რა მოხდება ამერიკაში, ყველა ელოდება რა მოხდება ევროპაში. ფაქტი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ამერიკაც თავის პოზიციებს ცვლის და რაღაცნაირად ასე თუ ისე ერთ მყარად არ მიუყვება ერთგეს და მეორე უმთავრესი არის ის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები ძალიან აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ უფრო მეტი სანქცია წამოვიდეს, უფრო მეტი იზოლაცია მოხდეს ქართული ოცნების და აღიარების პოლიტიკა ნარჩუნდება ჩემი აზრით ძალიან მკვეთრად და გასაგებად და ჩემი აზრით ის რაც ევროპა აკეთებს მაგის მეც გაკეთებს უბრალოდ ვერ მოვთხოვთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს შრომობენ და იბრძვიან მართლა ჩვენ მით უმეტეს ხალხის მხარდასაჭერად და მე მგონია რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ ძალას მოიკრებს, ხალხი დაისვენებს, ხალხი ამოისუნთქავს და გარშემოც რაღაცები დაალაგდება. რაც შეეხება ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ ძალას აქტორებს კიდათ ასე დავარქვათ, პოლიტიკურ პარტიებს სად ჩანანის წინი ფიქრობ თუ არა რომ მათი გააქტიურება ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მათ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, რუსთაველის გამზერზე აქტიურად დადიან, ხო? მაინც ხომ არ ფიქრობთ რომ რაღაც ტიპის ერთიანი პოზიცია, მძლავრი მიდგომა უფრო საჭიროა, მათაც უნდა გადახედონ თუ არა თავიანთ მიდგომებში ამ მიმართულებით. აიცი მე პოლიტიკოსი არ ვარ, შესაბამისად ზოგადად პარტიებზე ლაპარაკი მარტივია აკრიტიკოს ხვები, მარტივია აკრიტიკო ის რასაც სხვა არ აკეთებს, მაგრამ მოდი ვაღიაროთ საქმეზე რომ მიდგება, მივხედავთ იმისა რომ რაღაცნაირად პოლიტიკურ ველში სივრცე არსებობს, ვერავინ ვერ ბედავს და ვერავინ ვერ ვახერხებთ იმას, რომ თუნდაც ახალი პარტია დაუფუძნოთ. არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს, მაგრამ ყველაზე საუბრობ რომ ხო არსებობს ეს სივრცე, მაგრამ არანაირი ახალი სახეები და ახალი ძალა ასე თუ ისე არ ჩანდა. თავისუფლების მოედანი და დაფუძნა როგორც პარტია, რასაც ძალიან მივესალმები, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ძალიან ბევრი პატივსაცემი ადამიანია ამ პარტიაში. ვნახეთ ეს მემარცხენე მოძრაობა, რაც ჩამოყალიბდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძველი პარტიები არის ერთადერთი ალტერნატივა, რაც ამ წუთას გაგვაჩნია, ხო? რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ არჩევნების მერე თითქოს საკუთარი როლი ვეღარ დაინახეს იმიტომ რომ პროცესები სხვანაირად წავიდა და უფრო ქუჩა გააქტიურდა და აქციები, მაგრამ უნდა ყავდეს რაღაც ერთი სახე, ესეც რაღაცნაირად არის თუ არა რაღაცა შემარბყოლებელი. ჩვენ ვხედავ პრინციპში სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ის რაღაცნაირად არის ხმა საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ამაში საერთოდ ვერ ხედავთ პრობლემას, რომ კონკრეტული ადამიანი პოლიტიკური ჯგუფი ამ პროტესტის სათავეში არ დგას. მე მგონი რაღაცნაირად ყველა დავიღალეთ ბელადებით და აქამდე ყოველთვის იმ შეცდომას უშვებდით, რომ სულ ერთ პიროვნულ ლიდერზე გადიოდა ჩვენი პოლიტიკური სიმპათიები და გადაწყვეტილებები და ძალიან კარგი ბევრი მაგალითები გვაქვს, ცუდი მაგალითები იმის, რომ ესე აღარ უნდა მოხდეს. არჩევნების წინ მე მგონი ყველა კარგად შევთანხმდით და გავიაზრეთ, რომ საჭიროა მრავალპარტიული პარლამენტი, საჭიროა რომ ერთი კონკრეტული ძალა არ ფლობდეს ძალაუფლებას ამ ქვეყანაში და მე მგონი ამაზე შეთანხმებულები ვართ და ეს შეთანხმება არ იცვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, მე პირადად
უბრალოდ გონია რომ პოლიტიკური პარტიები უნდა წამოვიდნენ წინ და უნდა დაიწყონ ხალხთან ლაპარაკი, იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც ახლა ხდება, თუნდაც ის ხალხი რომელიც რუსთავზე ყოველდღიურად იბრძვის, არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება, არჩევნები აუცილებლად მოხდება და ჩემი აზრით პოლიტიკურმა პარტიებმა ეხლავე უნდა დაიწყონ ამ ყველაფერზე ზრუნვა. ქალბატონ პრეზიდენტს რაც შეეხება, მე მგონი ყველავთან ხვდებით რომ ერთადერთი ლეგიტიმური ძალა ამ ქვეყანაში დარჩა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და უნდა ვაღიაროთ ისიც რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს მას, თუმცა მის პოლიტიკურ მომავალ პოლიტიკურ ნაბიჯებზე ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი და ყველაზე მთავარი არის ის რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში ეხლა მწუთას არ გამოდის და აქტორად არ გვევლინება ძალიან ბევრს მუშაობს თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე და თუნდაც აქციებზე, თუნდაც ჩვენთან აქტივისტებთან, პარტიებთან და ასე შემდეგ, რაც ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ სიტუაციაში იმ მომენტში როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ბევრი ერიდება და ბევრი ვერ ახერხებს, ჩემი აზრით პრეზიდენტი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც მადლობა მარიამ რომ სტუდიაში გვესტუმრე.